მოკლედ 2015 წელს შემოსული ემიგრანტების რაოდენობამ შვედეთში თავის პიკს მიაღწია. ეხლა დავხედოთ შვედეთში კრიმინალური აქტივობის სტატისტიკას. 2010 წლიდან მოყოლებული შვედეთში იზრდება კრიმინალი და 2016-ში თავის პიკს აღწევს. როგორც ხვდებით, ამ წყნარ და დაცულ რეგიონში კრიმინალი ტყუილად უბრალოდ არ გაიზარდა. გავხსენებთ, რომ ემიგრანტები ჩამოდიოდნენ ისეთი ქვეყნებიდან, როგორც ავღანეთი, ერაყი, სირია და ასე შემდეგ. ამ ქვეყნებში ბავშვები პატარაობიდან იზრდებოდნენ კრიმინალში. იარაღის გამოყენება უფრო კარგად იცოდნენ, ვიდრე კალმით წერა. ყველა სახის ნარკოტიკი იცოდნენ, მაგრამ არ იცოდნენ ელემენტარული სკოლის მასალა. ეხლა წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ემიგრანტი, რომელიც მთელი ცხოვრება გაიზარდეთ ომში. სროლის და მკვლელობის გარდა არაფერი არ იცით და მსოფლიოში თუ სხვა კულტურა არსებობს, ამას არავინ არ გიხსნიდათ. განათლება არ გაქვთ, ენა არ იცით, სახელმწიფო გიღწევს სახლს და ფულს, რომ იარსებო, მაგრამ იმის შესაძლებლობას, რომ გახდე ამ საზოგადოების ნაწილი და გახდე ნორმალური შვედეთის მოქალაქე, ამის შესაძლებლობას უკვე აღარავინ გაძლევს. შენ იზრდები სიძულვილში იმის გრძნობით, რომ შენ არ მიეკუთვნები ამ საზოგადოებას. შენ მაინც გინდა ნორმალურად იშოვო ფული, მაგრამ როგორ? ენა შენ არ იცი, განათლება შენ არ გაქვს და ერთადერთი რაც იცი არის კრიმინალი. ემიგრანტები იწყებენ ნარკოტიკებით ვაჭრობას, ჯგუფებად გაყოფას, კულტურული განსხვავებების გამო აწყობენ ტერაქტებს, სროლებს და ასე შემდეგ. შვედეთში კრიმინალი იმდენად გაძლიერდა, რომ პოლიტიკურ სექტორსაც შეეხო. კრიმინალები ქრთამს აძლევენ პოლიციელებს, არიან გაყოფილები ჯგუფებად, ქალაქებს გალვანისფეროებად ყოფენ და ასე შემდეგ.